ახალმთვარება გვაქვს 23 აგვისტოს. ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში. აი ქალწულში რომ ხდება ეს ახალმთვარეობა, ეს იდეალური პერიოდია, იმისთვის რომ დავილაგოთ რეჟიმი, დავალაგოთ სახლი, დალაგებასთან, სისუფთავესთან, დაორგანიზებასთან, დაგეგმარებასთან არის კავშირში ქალწული, შესაბამისად, როდესაც ახალმთვარეობა გვაქვს ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში, ანუ როდესაც მზედამთვარე ერთდება ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში, ეს არის იდეალური პერიოდი იმისთვის, რომ თქვენი მომავალი ერთი თვის გრაფიკი გაწეროთ. რომ დაფიქრდეთ, როგორ გინდათ გაიაროთ ეს პერიოდი, ჩაიფიქროთ სურვილები, ოღონდ უფრო ლოგიკური, ესე იგი. ვინც უკვე გააკეთა ეს მთვარის ელექსირის რიტუალი, მე ხო ვამბობდი ამ რიტუალზე. თალკეც მაქვს დადებული და შეგიძლიათ ნახოთ, ჩვენს გვერდზე არის ცალკე კიდევ ეს მთვარის ელექსირის რიტუალი. არ დავკარგავ ეხლა მაგაზე დროს. შეგიძლიათ რომ ყოველ ახალმთვარეობაზე გააკეთოთ. ახალმთვარეობას ვიწყებთ ამ რიტუალს, ხო? და შემდგომში სავსე მთვარეობაზე შეგიძლიათ გაიმეოროთ. გაძლიერებისთვის. ახალმთვარეობა იდეალური პერიოდია მანიფესტაციისთვის, სურვილების ჩაფიქრებისთვის. ეს იდეალური პერიოდია, ეხლა ეს 23 აგვისტო, რომ ჩვენ დავალაგოთ გონებაში, რა გვინდა რომ მოვიზიდოთ შემდგომში უკვე შემოდგომაზე. იმ ახალ პერიოდში რა გვინდა რომ მოვიზიდოთ.